კარები. აქეთ არის უჯრედები, cell. აქეთ არის სიცხლი და სადასტრიალებს შაქარი. ინსულინი მოვა, აქედან ეს აიგებს შაქარი, შევა შიგნით ამ კარებიდან, უჯრედები აქ არის, მოიტან შაქარი. გამარჯობა მეგობრებო, თქვენ მოგისმენია, რომ ინსულინის ნაკლებობის გამო ადამიანი გახდება დიაბეტი. ეს 10% მართალია. 90% ადამიანს აქვს საკმარისი ინსულინი, მაგრამ მაინც გახდება დიაბეტი. მეგობრებო, 750 მილიონი ადამიანი 45 წელს, ან 2045 წელს სოფლიოში გახდება დიაბეტიანი. აქედან ნახევრებმა უკვე არს იცით, რომ საზღვარზეა. ეგაა თავარი პრობლემა. დღის ვიდეოში მიზეზი რა არის დიაბეტის. თუ თქვენ გაიგებს მიზეზი, საქართველოშიც მეათედან ერთი კაცს აქვს დიაბეტი. თუ თქვენ გაიგებს მაგისი მიზეზი, ძალიან ადვილია, რომ იმ ადამიანს დავეხმაროთ ოჯახში, ვისაც აქვს დიაბეტი, ან საზღვარზეა, რომ ეს იმ 750 მილიონებში ერთი არ იყო. დიაბეტიანი ადამიანი მეგობრებო, როცა მიდის ექიმთან, გასინჯავს, უკვე დიაბეტია. ექიმს თვითონ ეს პასუხი არა აქვს, რომ თქვენ რატო გახდი დიაბეტი, ანუ პაციენტი როგორ გახდი. იქ ჩამონათვალია წიგნებში 50 წელია ერთი და იგივე წიგნში, ერთი და იგივე რამე წერია, ნახშირის წყლები, სიცხლში მეტი შაქარი ტრიალებს, მაგრამ ეს ზედმეტი შაქარი რატო ტრიალებს იმ ადამიანის სიცხლში, მაგის პასუხი არავის არ აქვს. ცული მედიცინა და ძველებური მედიცინა, აიურვედა, სხვადასხვა ძველი მედიცინაში ეგ ასხვაობა, როცა მიდიხარ ექიმთან, ის აიურვედის ექიმი, ექსპერტი, კვებისტი გეუბნება, ეს არა ჭამო, ეს არა ჭამო, ეს არ გიხდება, ეს არ გიხდება, მაგის გამო მოვიდა ეს პრობლემა. მაგრამ მედიცინაში ეს არ არსებობს. მედიცინაში არსებობს ერთი წამალი კაფსულა, ეს დალიე კარგად გახდები. იმიტომ ადამიანსაც ეს უფრო მოსწონს. არ უნდა რომ იმ კვების, ანუ წვალება არ უნდა, მოდი დავიწყებს ერთი კაფსულის დალება, რომ ვიკურნალებთ. იქ შედის მერე ნელ-ნელა. მეგობრებო, დიაბეტი არის ორინაირი, ტიპი 1-ის დიაბეტი არის, სადაც ინსულინის ნაკლებობა საკმარისი არ არის, ტიპი 1-ის, მეორე ტიპის ინსულინის საკმარისია, ყველაფერი კარგათა, მაგრამ მაინც ადამიანი გახდება მეგობრებო, დიაბეტი ადამიანი გახდება ინსულინის ნაკლებობის გამო კი არა, ინსულინის რეზისტენტობის გამო. და ინსულინის რეზისტენტობა როცა იწყება და ადამიანი რო დიაბეტი გახდება, მაგის შუაში შეიძლება 15, 20, 30 წელი იყო. დღეს შეიძლება 25 წლის ადამიანი რეზისტენტი გახდა, მაგას სჭირდება დაახლოებით 15-20 წელი, რომ ის ადამიანი გახდე დიაბეტი. თუ მაშინვე მიხვდება ადამიანი რეზისტენტობის დროს, ძალიან ადვილია მაგისი მოგვარება. ანუ დიაბეტის მკურნალობა 90% წამლების გარეშე მარტო კვებით შესაძლებელია. თუ გაიგებ რა არის დიაბეტი, თუ არ იცის დიაბეტი რა არის და როგორ მოვიდა, მაგას ვერადროს ვერ იკურნალებ. ეს ინსულინის რეზისტენტი რა არის? მაგის ადვილად ახსნა მინდა ეხლა, მაგის მაგალითი გაჩვენებთ. ყველა ეძახის, რომ ანტიბიოტიკი წამალი ექიმის წერის გარეშე არ სეპტიაკი გაძლევს. ექიმი გეუბნება ანტიბიოტიკი დალიე, მერე უნდა დალიო. ეს მართალიც არის. რატოა ეს? ანტიბიოტიკი თქვენ რო სვამს, ნებისმიერი ვირუსი უცხო რამე შიგნით შესულია, ძლიერი. მაგი რომ მოკდე, სვამს ანტიბიოტიკი. ანტიბიოტიკი შიგნით მიდის, დაიწყებს მოკლა. ნელ-ნელა ის ვირუსის მოკლას დაიწყებს. ბოლოში ყველას მოკლას, მაგრამ
რაღაცა 10%, 1%-დან 10% ვირუსი მაინც დარჩება და ეს ანტიბიოტიკი იმას ვერ ყლავს. მერე ნელა ბავშვის გააჩენს ეს ვირუსი კიდე გაიზარდება კიდე დიდი. მაგრამ მეორეთ ანტიბიოტიკი რო სვამს თქვენ უკვე იმ ვირუსმა იცის რომ ეს რა ანტიბიოტიკია, იმან უკვე გაიგო რა წამალია და მაგისთან როგორ უნდა იჩხუბო. მეორეჯერ, მესამეჯერ ეს ანტიბიოტიკი აღარ მუშაობს. ამ სიტუაციას ქვია ანტიბიოტიკის რეზისტენტობა. ანუ წამალი უკვე აღარ მუშაობს, გახდა თქვენი ორგანიზმი მაგისი რეზისტენტი იმ ვირუსმაც იცის რა წამალია, იმიტომ 20 წლის წინ სხვა ანტიბიოტიკები იყიდებოდა, დღეს სხვა ანტიბიოტიკები იყიდება, კომპანიები კიდე მზად არის რომ სხვანაირი ანტიბიოტიკი გაამზადოთ. ეს წრე იქნება ისევ ისე ახალი წამალი შემოვა, თქვენ ისევ ისე ახალი წამალი უნდა დალიო. მაგრამ ეს მაგალითი რატო გითხარი, რომ გაიგო რეზისტენტობა რა არის. ეს გაიგე, რომ ეხლა არის ეს თქვენი ორგანიზმი ანტიბიოტიკი რეზისტენტი გახდა. ეხლა ინსულინის რეზისტენტობა რა არის, მეგობრებო? მაგისთვის რომ გაიგო ეს ინსულინის რეზისტენტობა რა არის, თქვენ უნდა იცოდე საჭმელი შედგება მთავარი 3 კომპონენტებისგან: პროტეინი, ნახშირისწყლები და ცხიმი. ეს არის მთავარი 3 კომპონენტი. ნახშირისწყლები მაგისთვის რთული მედიცინაში ფრაზები, ანუ რა არის ნახშირისწყლები. ზოგი ადამიანმა არ იცის. მოდი ადვილად გეტყვი. ეგეთი ნებისმიერი საჭმელი, რომელიც თქვენ ჭამს და ბოლოში გადამუშავდება შაქარით, ეგ არის ნახშირისწყლები. პროტეინს რო ჭამს, შაქარით არ გადამუშავდება. ცხიმი რო ჭამს, ცხიმით გადამუშავდება, არა შაქარით. მაგრამ ნახშირისწყლები ჭამის მერე გადამუშავდება შაქარით. ეს არის ნახშირისწყლები. ინსულინი რა არის? ინსულინი ჩვენ რა ჭამს ნახშირისწყლები, გადამუშავდება შაქარით და მერე გადადის ჩვენი ძარღვებში, ანუ სიცხლში ტრიალებს შაქარი. იქ ელოდება მერე ინსულინი. ინსულინის საქმეა, რომ ეს შაქარიდან სიცხლში რო ტრიალებს შაქარი ავიგოთ და ჩვენი უჯრედებამდე მივიტანოთ. იმიტომ სიცხლი მაგას ვერ გააკეთე. უჯრედამდე უნდა მიიტანოთ ინსულინმა. ინსულინი საქმეა, შაქარი მოვიდა, ავიგოთ, მივიტანოთ. ტრანსპორტორია რა, ერთ-ერთი კურიერია. ინსულინი არის მარტო ერთი კურიერი, რომელიც ყველა საჭმელი ჭამის მერე, რომელიც ჭამს ჩვენ ნახშირისწყლები, წავიდა სიცხლში შაქარი, წავა, მოიტანს, უჯრედებამდე მიაწოდებს. ჩემი საქმე მორჩა, წამო, დავждე. ეგ არის ინსულინის საქმე. ეხლა გეტყვით, ყურადღებად მომისმინე მეგობრებო. რეზისტენტობა როგორ ხდება? ეს არის კარები. აქეთ არის უჯრედები, cell. აქეთ არის სიცხლი და სადასტრიალებს შაქარი. ინსულინი მოვა, აქედან ეს აიგებს შაქარი, შევა შიგნით ამ კარებიდან, უჯრედები აქ არის, მოიტან შაქარი, დადებს და გაიქცევა გარეთ. ელოდება კიდე შაქარი თუ მოვა, ამას მოვიტან, შევა შიგნით, შაქარი შიგნით არის, უჯრედებამდე წავიდა შაქარი, ისევე ისე წავიდა ინსულინი გარეთ. უჯრედებამდე მეგობრებო, იმდენი შაქარი საკმარისია, რომ იმას ეკოფა, მეტი შაქარი არ ჭირდება. და იმან მერე ეს კარები რო არის, ჩაკეტა. კარები ჩაკეტა, შიგნით ბევრი შაქარია, უჯრედებს არ უნდა კიდე შაქარი, მაგრამ ინსულინი არის ცუდი ბიჭი. მაგას ყავს ძლიერი მეგობრები. პენკრიასთან ცხოვრობენ.
ინსულინი კიდე მიდის, იმიტომ იქ კიდე შაქარია, ნაჭამი თქვენგან, აიგებს იმ თავის ცუდი ბიჭებთან ერთად წავა, იმ კარებს მოტეხავს და შიგნით მიდის და ქვეყანა შაქარი კიდე მოიტანს და კიდე დატოვებს. მაგრამ უჯრედებს არ ჭირდება ეს შაქარი და უჯრედები კიდე უფრო დიდი კარები, რკინის კარები ჩაადგავენ. რო ჩვენ არ ჭირდება როგორც მე შაქარი არ მოგვიტანო. მაგრამ ცუდი ბიჭი ინსულინი კიდე წავიდა ჩვენი მეგობრებთან ერთად, თავის მეგობრებთან ერთად კიდე უფრო მეტი შეყრიბა, კიდე მოვიდნენ ეს რკინის კარებიც გატეხეთ და კიდე ქვეყანა შაქარი მოიტანე და უჯრედებთან დაალაგეთ. აჰა, შაქარი. ხო და რას კი კარები უფრო ძლიერდება, უჯრედებს არ ჭირდება შაქარი, ძლიერი კედელი ააშენა, პირველად ერთი ინსულინი მოვიდა, ადვილად შეიტანა შაქარი, იმან იცის უკვე კედელი ძლიერია და ბევრი ინსულინი კეთდება, ანუ რომელიც საქმე ერთი ინსულინი გააკეთებდა, იმას აკეთებს უკვე ქვეყანა ინსულინი, ანუ მეტი ინსულინი კეთდება, რომელიც იმ კარების გატეხვას აპირებს ყოველთვის. ამას ხუია ინსულინის რეზისტენტობა. ეგ პროცესი, რასაც გაჩვენებ ეხლა, ამას ხუია ინსულინის რეზისტენტობა. რეზისტენტიდან ადამიანი დიაბეტიანი როგორ გახდება? ძალიან ადვილად ჭამენ ნახშირისწყლები, შაქარით გადამუშავდება, ინსულინი მოვა, მიიტან უჯრედებამდე, ის კედელი დამაგრდება და დამაგრდება, ერთხელ ინსულინი დაიგლება, ვერ შევა იმ კედელის იქით მხარეს, რომ მიაწოდო ეს შაქარი უჯრედებამდე, დარჩება ეს შაქარი ჩვენი სიცხლში, თქვენ მიდიხარ ექიმთან, ექიმი სიცხლის ანალიზი, გილოცავ, დიაბეტი გაქვს. წამალი უნდა დალიო წელი ცხოვრება. აქ დამთავრდება კურსი, როგორ გახდა ადამიანი დიაბეტიანი. იმედია გაიგებს დიაბეტიანი როგორ კეთდება ადამიანი. დღიდან რამოდენიმე ვიდეო მიქნება, მეგობრებო, დღეს ხო იყო პირველი ვიდეო, როგორ გახდა დიაბეტიანი. მაგისი თლიანი პროცედურა, როგორ იკურნალოთ დიაბეტი, ერთი კვირა მექნება ვიდეო დიაბეტზე. როგორც მე ჩვენ აქ საქართველოში, ჩვენ ირგვლივს იმდენი დიაბეტიანი ადამიანი წვალო, იქნება რამეს ნაირად ჩვენ დავეხმაროთ იმ ადამიანს. იმიტომ გააზიარეთ ყველა მეგობრებში ეს ვიდეო, ხვალ კიდე 9 საათზე მექნება დიაბეტზე ვიდეო, ერთი კვირა სრულად მინდა გაგაგებინოთ, როგორ შეიძლება დიაბეტის მკურნალობა მარტო ყვებით. კარგად და ჯანმრთელად.